უნდა წარვადგინოთ ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი გიორგი გვენეტაძე, ბიზნესმენი, რომელიც დაგვეხმარება უფრო მეტი მოგიყვეთ ჩვენი გადაცემის შესახებ. თუ რატომ გადავწყვიტეთ, გიორგი, მადლობა მოგზაურობისთვის, მადლობა შენი დროისთვის და მოდი მოვუყვეთ მაყურებელს, თუ რატომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა პრინციპში გადაცემა, რომელთაც ბაზარი საკმაოდ არის გაჯერებული, რითი იქნება ჩვენი გადაცემა გამორჩეული და რაც მთავარია, ასე ვთქვათ, რა არის ჩვენი მთავარი მიზანი. გამარჯობათ პატა, მოგესალმებით პატივისცემულ ტელემაყურებლებო. სანამ აქ თემაზე გადავართ, მინდა ვთქვა, რომ დღეს არის აღსანიშნავი დღე, კეიგოდო 16-ის დაბადების დღე. დღეიდან ჩვენ უკვე გავდივართ ჩვენ საკუთარ არხზე. კი ბატონო. დეციმეტრულ არხზე, რომელიც ფარავს თელ საქართველოს, ასევე მარტი 33-ზე. იმედია, რომ მალე სილკი დაძლევს თავის ბიუროკრატიულ რაღაც ბარიერებს და სილკეს გავალთ 32-ზე. იმედია. დიახ. და მართლა შევქმნით და გვინდა ვაცოცხლოთ და გავაძლიეროთ ტელევიზია, სადაც იქნება საუბარი მარტო სიმართლე, მხოლოდ სიმართლე და ფერს სიმართლის გარდა. ეს ჩემი მეგობრის მოფიქრებული სლოგანია. საინტერესო სლოგანია ძალიან. ასე რომ მინდა მოგილოცოთ თქვენს, ყველა ჩვენს გუნდს, ყველა იმ ადამიანს, ვინც მიიღო მონაწილეობა ამ ტელევიზიის შექმნაში, დაწყებული დაფუძნებლებიდან, თანამშრომლებიდან, დამთავრებული დამფინანსებლებიდან, სხვადასხვის დაგვეტყო რომ რაღაცნაირად ჩვენი დაფინანსება ნელ-ნელა იზრდება, ჩვენ ვარსებობთ მარტო ადამიანების ნებაყოფლობითი შემოწირულობებით და თან-თან უფრო გავძლიერდებით, ხალხიც მოგვემატება და მეტ და მეტ საინტერესო გადაცემებს შევთავაზებთ. ეხლა რა შეეხება, რატო გავაკეთეთ გადაცემა ბიზნესზე? კი, რა თქმა უნდა, ბაზარზე არის რაღაც მსგავსი გადაცემები, მაგრამ ჩვენ როგორც სიმართლის მოლაპარაკე ხალხი გვინდა რომ მართლა შევხედოთ და ის ვისაუბროთ, რასაც ვფიქრობთ. ის ვისაუბროთ, რაც მეგვაჩნია სინამდვილეში პრობლემად და ესე იგი თავისუფალი ბიზნესიო რო ვამბობთ, ხო? სინამდვილეში თავისუფალი ბიზნესი არ არსებობს. მანამ სანამ არსებობს სახელმწიფო თავისი რაღაც რეგულაციებით, კანონებით, კორუფციული რაღაც სქემებით, ბუნებრივად შექმნილი, ხელოვნურად შექმნილი მონოპოლიებით, რომელსაც მე ბუნებრივი მონოპოლიებს ეძახიან და ბიზნეს თავისუფლებას მნიშვნელოვნად უზღუდავს. კი, და ამიტომ როდესაც თავისუფლებას ვლაპარაკობთ, ეს არის უბრალოდ ვლაპარაკობთ თავისუფლების ხარისხზე და ეს არის თვითონ ბიზნესმენებიც მათ შორის დამოკიდებული, რაც მეტად ჩავერთვებით ერთობლივ მუშაობაში, ერთობლივ ანალიზში, საუბარში იმის შესახებ რა უშლის ბიზნეს ხელს, რა უწყობს ბიზნეს ხელს, ასე შემდეგ, მით უფრო თავისუფალი გარემო გვექნება ბიზნესისთვის. ახლა სამართლიანობის უნდა ვთქვათ, რომ მაგალითად ჩვენი ქვეყანა ამ მხრივ უმრავლეს ქვეყანაზე უკეთესია ცივილიზებული ქვეყანაზე, რაც მსოფლიოში არსებობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბიზნესი მართლა თავისუფალია ჩვენთან და არ არსებობს რაღაც პრობლემები. ამიტომ ამ გადაცემის მიზანი არის ძირითადად, რომ ადამიანებს, ბიზნესმენებს, ექსპერტებს კონდეთ საშუალება მოვიდნენ თავისუფლად ისაუბრონ იმაზე, რაც მართლისით ჯერათ, რაც იციან, რაც არიან სპეციალისტები. ასევე მივცემთ საშუალებას ბიზნესმენებს, მეწარმეებს, მსხვილს, წვრილს, ნებისმიერს, რომ დაუშვათ საჭიროების შემთხვევაში გაასაჯაროონ თავიანთი პრობლემები, მოგესალმებათ, რომ ხშირად პრობლემების გასაჯაროება ესეთი ერთ-ერთი გადამზღვევი ფაქტორია ბიზნესში და ცხოვრებაში და საერთოდ. მოგვარება პრინციპში იწყება იდენტიფიკაციიდან პრობლემის. კი ბატონო, ის გაჟღერებიდან და ასე შემდეგ და გარდა ამისა, რა თქმა უნდა, კარგი იქნება თუ მოვლენ ჩვენთან დამწყები ბიზნესმენები, შემდგარი ბიზნესმენები და რაღაცნაირად თავიანთი წარმატების ისტორიებს მოგვიყვებიან, გაუზიარებენ სხვებს, რაღაც თუნდაც რეკლამას გაუწევენ თავიანთ ასე იგი წარმოებებს თუ რაღაც საქმიანობას და ასე შემდეგ. კი ბატონო, გიორგი, თქვენ პრინციპში ახსენეთ რამდენჯერმე თუ როგორ შეუძლია, ასე ვთქვათ, ბიზნესს მხარი დაუჭიროს ჩვენს გადაცემას, რომელიც ორიენტირებულია პირველ რიგში ბიზნესის მეტი თავისუფლებისკენ, ორიენტირებული არის ბიზნესის იმ გარკვეულწილად თქვენ როგორც ახსენეთ ჩარჩოებიდან განთავისუფლებაზე, რომელშიც პრინციპში დღეს ბიზნესს გარკვეული დონით უწევს ცხოვრება. როგორ შეუძლია ჩვენს გადაცემას მხარი დაუჭირონ და რაც მთავარი არის ჩვენ რაც შევთავაზებთ მათ იმისათვის, რომ ბიზნესი კიდევ უფრო დამოუკიდებელი იყოს და ბიზნესს ის პრობლემები, რომელიც დღეს აქვს, არაერთი მიმართულებით პრინციპში გარკვეულწილად მათ გადაჭრაში დავეხმაროთ. კი, ჩვენი დახმარება როგორ შეუძლიათ? ჩვენი დახმარება მათ შორის თავიანთი თავის დახმარებაა, ამიტომ ვიცით ხოვდის უყალას რომ ვიყურონ, იფიქრონ, მოვიდნენ ჩვენთან სტუმრად, ექსპერტის როლში იქნება ეს თუ უბრალოდ ბიზნესმენის როლში გაგვიზიარონ თავიანთი
პრობლემების შესახებ, თავიანთი წარმატების შესახებ, ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რაც არის, მოვიწვიოთ ექსპერტები და რაღაცნაირად მაქსიმალურად ჩავერთოთ აი იმ პრობლემების მოგვარებაში და გამოსავალი გზების ძებნაში. კი ბატონო, გიორგი, ცოტა დრო დაგვჭირდა და ბოდიში და რა თქმა უნდა დიდი დახმარება იქნება, რომ გაათავსოთ ჩვენთან რეკლამა, იმიტომ რომ ტელევიზიის ერთ-ერთი შემოსავალი არის რეკლამა და უბრალოდ შემოწირულობები, ამიტომ მოგზავნე გაათავსო რეკლამა, ვინაიდან ტელე-26 არის ახალგაზრდა კი არა, ახალშობილი ტელევიზია, შესაბამისად ფასებიც უფრო შეღავათიანი იქნება სხვა ტელევიზიასთან შედარებით, პირობებიც და საუბრის თავისუფლების ხარისხი. გიორგი, მადლობა მინდა გადაგიხადოთ პირველ რიგში თქვენი დროისთვის, საინტერესო შეფასებებისთვის. აქვე პირობა მინდა ჩამოგართვათ, რომ უახლოეს პერიოდში ისევ გვესტუმრებით კონკრეტულ თემებზე, კონკრეტულ პრობლემებზე სასაუბროთ. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო გიორგი გვენეტაძე, ბიზნესმენი.